რამდენმა ადამიანმა მოახერხა შენს ცხოვრებაში, რომ საკუთარ თავში ეჭვი შეგეტანა. ან რამდენი ადამიანი ცდილობს იმას, რომ საკუთარ თავში, საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი როგორღაც შეგატანინოს. ყოველთვის მომყავს ეს მაგალითი, რას ნიშნავს ნდობა? აი მაგალითად წარმოიდგინე, მაშინ როდესაც თვითმფრინავში ზიხარ, შენ შესაძლებელია არც იცოდე როგორ გამოიყურება პილოტი, არც იცოდე ვინ არის პილოტი, მაგრამ ენდობის სიტუაციას. შენ მშვიდად ზიხარ, ну, შესაძლებელია სიმაღლის შიში ცოტა გქონდეს, მაგრამ ენდობი, პროცეს ენდობი. შეიძლება შიშით, მაგრამ პროცეს ენდობი 100%-ით, ხო? აი ეს გრძნობა დაიჭირეთ წამი და შეიგრძენი, როგორი შეგრძნება გაქვს მაგ დროს, როდესაც თვითმფრინავში ზიხარ და ენდობი პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ არ იცი ვინ არის პილოტი. და წარმოიდგინე რა ხდება, რაღაც ახალი გინდა წამოიწყო, რაღაც ახალი გინდა გააკეთო, ხო? და შესაძლებელია შენს გარშემო შემჩნიო აი ეს უცნაური ენერგიები, უცნაური საუბარი იმ შენი საყვარელი ადამიანებისაგან, შესაძლებელია ძალიან ახლო ადამიანები იყვნენ, რომც ამას აკეთებდნენ, გაუთვითცნობიერებლად, მოდი ნუ დაადანაშაულებ, არ არის აუცილებელი. და როგორ შეიძლება შემდეგ გული გეტკინოს იმის გამო, რომ არ დაგიჭირეს მხარი ემოციურად, ხო? გასაგებია, რომ ეჭვი შეგატანინეს, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ სულ შეტანილი უნდა იყოს ეჭვი. ახლა დროა ეს ეჭვი გამოიტანო, ისევე როგორც შეგატანინეს და როგორც შენ შეიტანე, შენი გადაწყვეტილებით. და მიხვდა იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ცდილობს შენს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეგატანინოს. საბოლოო ჯამში მაინც ბოლოს შენ წყვეთ მართლა შეიტანო თუ არა ეჭვი. მაინც ბოლოს შენ წყვეთ. აი მაგალითად ხო ყოფილა რაღაცა, რომ აი რაღაცას გითქვა, არა უეჭველი, მე აი ამას აი ასე გავაკეთებ და მორჩა, წყალი არ გაუვა, მორჩა, აი არა, ვინ უნდა დაუდგეს წინ. ვაკეთებ და მორჩა, უკვე პროცესში ხარ. აი თუნდაც ეს არის იმის დასტური, რომ თუ შენ რაღაცა მართლა გადაწყვიტე 100%-ით, ვერაფერს ვერ მოახერხებს, გამორიცხულია. და რატო ჩავწერე ეს ვიდეო საერთოდ რისი თქმა მსურს? რაც უფრო ნაკლებად დაადანაშაულებ შენს გარშემო ადამიანებს, აი ნახავ, მით უფრო წინ წახვევ.